Ai ხარ ძალიან სულიერი წინსვლა ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ რა თქმა უნდა ღვთისმსნეობის შესრულებას ვეცადოთ რომ მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ ცნებები ღვთისმსნეობები ეს არის მთავარი რაც ჩვენი შესაძლებლობებია და მგონია იმაზე მეტი შეგვიძლია ჩვენ ზოგჯერ ხშირად ბევრჯერ უფრო მეტად ბევრი შეგვიძლია. და მე კიდევ რაც ჩვენ არ შეგვიძლია იმაზე ვევედრებით უფალს, ხო, რაც მე არ შემიძლია, შენ შემაძლებელი. ანუ გაასმინე ჩემი სული, სამშინველი, სხეული, მთელი ჩემი არსება. გაასმინე ადამიანური ჩემი ბუნება, ყველაფერი გაასმინე და მადლით ღვთაებრივ მიამსგავსე. ადამიანი განიმიტოს უნდა. ამიტომ ყოველ დღე ხდება სასწაულები ჩვენ ცხოვრებაში. ყოველ დღე ხდება. ყოველ დღე ყველაფერი ტექსტს გვეუბნება. რა თქმა უნდა, ყველანი ქრისტეს მოწაფეები ვართ და მას უნდა დაუჯეროთ, მისი მცნებები შევასრულოთ. რაც უნდა ადამიანმა თავი აღიმაღლოს და ეგონოს, რომ იგი ახდენს სასწაულებს, იგი არის კურნებების კეთებელი, იგი არის რაღაც საოცრებების აღმასრულებელი, ეს ილუზია იქნებოდა, იმიტომ რომ იგი არის შრომის იარაღი, რითიც უფალი აღასრულებს საიდუმლოებებს და აღასრულებს იმას, რასაც ქვია ბუნების კანონების შეცვლა, ანუ ღვთაებრივი რაღაც ქმედება, რომელსაც ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე. და ამას ქვია სასწაული, თორემ ჩვენ ვერ ვიგებთ ამას. რანაირად ხდება, როგორ არის? როდესაც ერთ-ერთ მოძღვართან მივიდა ადამიანი და მინდა შენი მოწაფე გავხდეო უთხრა. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ სასწაულს აღმისულებ, თუ სასწაულს გააკეთებოდა მაჩვენებო სასწაულს, რომ აი რაღაც საოცრებას გააკეთებ ისეთ ექსტრაორდინარულს. აი მაშინ გავხდები შენი მოწაფე. არ ვიცი რა სასწაული გაუკეთა, მაგრამ კარგია. რაღაც სასწაული აჩვენა, შეიძლება რაღაცა ხიბვა მოხდა იქ, ან რაღაცა ლევიტაცია მოხდა, თუ რა ვიცი, ხაერში აიწია, თუ რა ხნა არ ვიცი, ეს არ არის მიცდებული. მაგრამ უი რა კარგია, აი ახლა გავხდები შენი მოწაფეო და მინდაო გავხდე. ახლა მე აღარ მინგიხარო. გადასახაჯობი და წადი მშვიდობითი არის. ესეთი მოწაფე არ გიქ. ვინც მხოლოდ სასწაულებს ევლის. ყველაზე დიდი სასწაული თვითონ უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. ის არის მთავარი სასწაული. ამიტომ ის უნდა ვირწმუნოთ და მის მცნებებს, როგორც ახლა ვქვი, აი მის მცნებებს მივყვეთ და თვითონ ყოველ დღე უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოველ დღე ჩვენ ცხოვრებაში მცირე თუ დიდ სასწაულებს მოახდენს, თუ კი ამას დავინახავთ. უმადური არ უნდა ვიყოთ. ბოროტი არ უნდა ვიყოთ. როდესაც ერთ-ერთ ასევე მოძღვარს ერთ-ერთმა მოღალატე ჭყალებში მოწაფემ შხამი მიაწოდა ჭიქი დალი უგემრიელესი ღვინო არისო. იცოდა რასაც სვამდა, მაგრამ გამოართვა და დალია და ეს მოწაფე მოწამლის ნიშნებით ჩაიკეცა. როდესაც გამოვიდა მოძღვარს ეუბნება, ეს რა მიქენიო? რა მიქენი ეს? მე კი არ გიქენი შვილო, შენ უქენი შენ თავსო, მე რა გიქენი? შენ უქენი. ვახსოვს ხო, თავარი მცნება. არ გავუკეთო სხვას, რაც შენ არ გინდა რომ გაიკეთო და მოეკეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცენ. ეს არის მთავარი მცნება, დანარჩენი ყველაფერი განმარტებებია. ამიტომ გვოცავ და ქრისტეს სიყვარულში გაძლიერებულებმა აი ეს მცნებები შევასრულოთ, რასაც მართი გვეუბნება და გვასწავლოს. და გზახსნილი იქნება, რასაც ყველას გისურვებთ დიდი სიყვარულით. ამინ.